რაზე შეთანხმდნენ მამარდაშვილი და ლივერპული? რატომ აკრიტიკებს დანა ვაითი მერაბ დვალიშვილს და რა საჩუქარი გადასცა კვარაცხელიამ ახალ შობილ ბავშვებს? ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ UFC-ით, სადაც მერაბ დვალიშვილის ისტორიულ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება. მოგახსენებათ, ომალი და დვალიშვილი ერთმანეთს 15 სექტემბერს ლას-ვეგასში დაუპირისპირდებიან. რა თქმა უნდა, ორივე მებრძოლის შეხვედრისთვის ემზადება. ერთ-ერთი ასეთი სპარინგის დროს კი მერაბ დვალიშვილმა თვალზე ჭრილობა მიიღო. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად სპორტსმენმა გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, როგორ ადებენ დვალიშვილს თვალზე ნაკერებს. ქართველი მანქანა კი, რა თქმა უნდა, მთელი პროცესის განმავლობაში იღიმის და მაყურებელს ამშვიდებს, რომ ეს ბრძოლისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი პატარა ჭრილობები მას მხოლოდ გააძლიერებს. რა თქმა უნდა, ეს ვიდეო უყურადღებოდ არ დაუტოვებია ოპონენტს. შონ ომალი ამ ვიდეოს ასე გამოეხმაურა. ამ პატარა ვირთხას ურჩევნია ბრძოლას არ ჩაეხსნას, ღმერთს გეფიცებით. რა თქმა უნდა, პასუხისთვის დვალიშვილს დიდი დრო არ დასჭირდა. ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ პატარა ჭრილობა მივიღე ვარჯიშზე. ბრძოლას არასდროს ჩავხსნილ ვარ და არც არასდროს ჩავეხსნები. მოვდივარ ომალი, ძლიერი, როგორც არასდროს. ამასთან დვალიშვილმა მოგვიანებით კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, თანაგუნდელებთან ერთად. მოვდივარ შონ ომალი, დიდი პრობლემები გაქვს მეგობარო, მორჩი ლაპარაკს. თავადაც იცი რომ სახიბათო ვარ, ისიც იცი რა მოხდება. ეს დღეს ჩემი მესამე ვარჯიშია. კი, პატარა ჭრილობა მივიღე, მაგრამ ეს მომზადების ნაწილია. მენაბის ეს ვიდეო რა თქმა უნდა არ გამორჩა UFC-ს პრეზიდენტს დანა ვაითს, რომელმაც უკმაყოფილება არ დამალა. მის მოსმენამდე არ დაგეზაროს, დამითმეს ზუსტად 2 წამი. დალაიქე ვიდეო და გამოიწერე აქ. The whole world knows about Merab's cut. He posted it. მერაბის ჭრილობების შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. მან სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და ყველას ანახა რა მოვიდა. ჩვენი ბიჭები ძალიან სულელები არიან და დაუჯერებელია რაც გააკეთა. კრივზე ბევრი რაღაც მithქვამს, მაგრამ ერთი რამ, რის გამოც კრივი ქებას იმსახურებს, არის ის, რომ როცა მოსამზადებელი კემპისას რაღაც ხდება, ვერავინ ვერაფერს იგებს და ინფორმაციის გაჟონვა არ ხდება. ჩვენს ბიჭებს ერთი სული აქვთ მომხდარზე სოციალურ ქსელში პოსტს როდის დადებენ. პატარა ჭრილობა სერიოზული არაფერია, მაგრამ რა თქმა უნდა პოსტი უნდა დაედო. ჭრილობა შესაძლოა ჩხუბისას ომალის სამიზნე იყოს და რა ჯანდაბად გინდა რომ შონმა ამის შესახებ იცოდეს. ეს შემდეგი დონის სისულელია. ზოგიერთი მებრძოლი ისეთი სულელია, რომ უბრალოდ გამაუგნებელი და დაუჯერებელია. მერაბის შემცველზე ფიქრი ხომ არ დამიწყია? არა, ამაზე ლაპარაკი არც გაბედოთ და არ დამთარსოთ. სპეროში გასამართი ღონისძიება იმდენად ძვირი ჯდება, რომ ნებისმიერი სახის სულელებას გამანადგურებელი ეფექტი ექნება. ასე რომ არა. No. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შონ ომალი და დვალიშვილი ერთმანეთს 15 სექტემბერს ლას-ვეგასში დაუპირისპირდებიან. ამ საღამოში UFC-მ უკვე 20 მილიონამდე დოლარი ჩადო. ამასთან ეს ჩვენთვის უნიკალური შანსია იმისთვის, რომ ორგანიზაციაში 2 ჩემპიონი გვყავდეს. ასე რომ კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვოთ მერაბს შონ ომალისთან დაპირისპირებაში. ახლა კი ისევ ფეხბურთი. მამარდაშვილის და ლივერპულის ამბავი დასასრულს უახლოვდება. არაოფიციალურად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი მამარდაშვილი კარიერას ლივერპულში გააგრძელებს. ამაზე უკვე ყველა გავლენიანი გამოცემა წერს. როგორც ცნობილია, მხარეებს შორის ბოლო დეტალების მოგვარდა. დარჩენილია მხოლოდ დოკუმენტების გაცვლა, რის შემდეგაც 23 წლის ქართველი ფეხბურთელი ინგლისში გაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. როგორც ცნობილია, მხარეებს შორის 35 მილიონიანი გარიგება შედგა. მამარდაშვილისთვის კი მინიმუმ 4 წლიანი კონტრაქტია გამზადებული. შეგახსენებთ, რომ ლივერპული გიორგის დაიმატებს, შემდეგ კი 1 წლით იჯარით სხვა გუნდში გაუშვებს. აქამდე იჯარის საქმეში ბორნმუთი იყო, თუმცა ტრანსფერზე ქართველმა უარი განაცხადა. შესაბამისად, ლივერპულსა და ვალენსიას შორის საიჯარო ხელშეკრულებაზე შეთანხმება შედგა, რის მიხედვითაც მამარდაშვილი მინიმუმ 1 წელი მესტალიაზე დარჩება. აღსანიშნავია, რომ ამ გარიგებიდან თანხას დინამო თბილისიც მიიღებს. უფრო კონკრეტულად კი დინამოს ტრანსფერიდან 10% შეხვდება. რაც შეეხება ოფიციალურ ნაწილს, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი ლივერპულში უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ამ ყველაფერს ისიც ადასტურებს, რომ ქართველის ტრანსფერზე ინფორმაცია უკვე ლივერპულის ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოჩნდა. ასე რომ, უფრო დეტალური და მეტი ინფორმაცია უახლოეს დღეებში ან უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს ბუდუს ზივზივაძეს ახალ სეზონში კალცრუეს მაისურით შტამბეჭდავის სტატისტიკა აქვს, 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. აღსანიშნავია, რომ სეზონის დაწყების შემდეგ კლუბმა 5000-ზე მეტი მაისური გაყიდა, რაც გაყიდვების 30%-ით ზრდას ნიშნავს. მაისურების გაყიდვის მხრივ ბუდუს ზივზივაძეს წინ მხოლოდ გუნდის ახალი კაპიტანი, გერმანელი მარვინ ვანიჩეკი უსწრებს. ვარაუდობენ, რომ 11 ნომრიანი მაისური კიდევ უფრო მოთხოვნადი მას შემდეგ გახდა,
რაც ქართველმა თავდამსხმელმა ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ შეხვედრის გადარჩენა და 3 გოლის გატანა შეძლო. გაყიდვებმა ასევე აჩვენა, რომ მიმდინარე სეზონში გულშემატკივარს ყველაზე მეტად კლუბის საშინაო ლურჯი მაისური მოსწონს. შემდეგ თეთრი გასვლითი ფორმა, ბოლოს კი შავი მაისური. ასევე შეგახსენებთ, რომ ორი შეხვედრის შემდეგ ბუნდესლიგა 2-ში კალსრუეს 4 გოლა აქვს და ჯერჯერობით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება. გიორგი ჩაკვეტაძის ბრწყინვალე სეზონის დასაწყისი კი უშედეგო არ არის. სტატისტიკურმა სააგენტო ოპტამ ქართველთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ჩაკვემ Stoke City-სთან 7 საგოლე შანსი შექმნა, რაც 2013-14 წლების შემდეგ უოტფორდის ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. ასევე 2013-14 წლების სეზონში დაფიქსირებული სტატისტიკა უოტფორდის ისტორიაში საუკეთესოა და ქართველი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში ამ მხრივ მეორე ადგილზეა. ჩაკვეტაძის საოცარ პერფორმანსს შეუმჩნევლად არც გუნდის მთავარი მწვრთნელი ტომ კლევერლი ტოვებს, რომელიც ქართველის დიდი გულშემატკივარია და მას ყოველ პრესკონფერენციაზე ძალიან აქებს. შეგახსენებთ, რომ ორ ტურში ტომ კლევერლის გუნდმა ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა. მესამე ტურში უოტფორდი დერბი კაუნთის მიიღებს. შეხვედრა ერთ კვირაში 24 აგვისტოს გაიმართება. ახლა კი კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია, რომელიც ალბათ უკვე ყველა მიცით. ხვიჩა კვარაცხელია ბიჭის მამა გახდა. ქართველი ამ ამბის გამო იტალიიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრინდა. დამიანე კვარაცხელიას დაბადება მშობლებს რა თქმა უნდა პირველი ახლობლებმა მიულოცეს. ქართველმა ვარსკვლავმა შვილის შეძენასთან დაკავშირებით სამშობიარო კედელზე ისტორიული წარწერაც დატოვა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხვიჩამ კლინიკაში ყველა ახალშობილს სიმბოლური საჩუქარი დაუტოვა. ბურთები მისი ხელმოწერით. აქვე შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ გასულ ტურში თავბრუს ხვევის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა. თუმცა ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს. კვარაცხელია საქართველოში 2 დღით დარჩება. შემდეგ კი ნაპოლის ვარჯიში სრულფასოვნად ჩაერთვება და კვირას გასამართ შეხვედრაში სათამაშოდ მზად იქნება. ბოლოს კი, თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ ტახტი, რომ არ გამოგრჩეთ შემდგომ და ეს არის კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.